აქციაზე მიიღო დაზიანებები ლაზარე მაღლაფერზე ჩვენი ჟურნალისტი გავიდა ის პირველი არხის შენობასთან არის ჩაწერა მასთან ინტერვიუ და ჩვენ შეგვიძლია რომ ახლა მაყურებელს შევთავაზოთ მასთან ჩაწერილი კომენტარი სადაც ის თავად ისაუბრებს მე ვარ ლაზარე მაღლაკელიძე გუში წინ დაცემი დღეს მოვედი აქ იმედი მქონდა რომ საზღვაოზე პირდაპირ ეთერში ჩავერთვებოდი მაგრამ ნუ არ გამოვიდა გადაცემაზე არ შემიშვეს და ნუ აი ეს არის ბაზეც დავითანხმე ამ მომენტისათვის მე ცემის შემდეგ მაქვს ტვინის შერყევა ოტეხილი ცხვირი დაზიანებული თავი და შემდეგ მცირე დაზიანებები ასევე რამდენიმე და ნუ აი რაც შემეძლო მოვედი აქ და შევეცდები რომ მოგიყვეთ უბრალოდ რა მოხდა და რა იყო უბრალოდ უცბად რომ გესმოდეთ მე ბოლო 2 წელი ამ ქვეყანაში აღარ ვცხოვრობ ვსწავლობ რომში რავი ჩემი რაღაცები ყავდა მათემატიკა რა ჭადრაკი ისა ეს რა ძალიან გულწრფელობ სოფლიო ჩემპიონატს ვერ ვუყურებ ლაივში და ჩამოვედი მე აქ ზაფხულში და დავრჩი შემდეგ რომ ხმამიბეცა ვიყავი დამკვირვებელი თუმცა მას შემდეგ რაც ნახე რა მარაზმიც ხდებოდა თუნდაც არჩევნები საარჩევნო უბანზე და შემდეგ უკვე დავინახე რომ არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ აღიარებდა ამ არჩევნების შედეგებს და შემახედ ეს არ იქნებოდა რაღაცა მხოლოდ ჩემი ლოკალური დაკვირვება გადავწყვიტე რომ დავრჩენილიყავი რათა რავი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლა შესაბამისად ვესწრებოდი აქციებს როგორც დანარჩენმა ყველა აქციის მონაწილეებ რა ვიცი მილიონი კუბომეტრი გაზი მაქვს ნაყლაპი სირბილი ყველაფერი თუმცა გუშინ დილით როდესაც უკვე აქცია იშლებოდა და მე მოვდიოდი მოულოდნელად რობოკოპები გამოიქცნენ სახეში სპრეი შემასხეს და დამაკავეს ეს ყველაფერი ვიდეოზე ჩანს მე რობოკოპებს როგორ მივყვები აბსოლუტურად მშვიდად შეიძლება ითქვას გაღიმებულიც კი ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ რომ ისინი არაპირებდნენ ერთმანეთს ეუბნებოდნენ რომ არ ეძალათ ჩემზე კამერების წინ სანამ ხალხი იყურებოდა თუმცა მას შემდეგ რაც გამიყვანეს უკვე ცალკე თავის პატარა შტაბი რაც აქვს მოწყობილი ამ მანქანები და იმითი მაშინვე დაიწყეს ჩემი ცემა თავიდან ისინი ეძებდნენ სპეციალურად გამოყოფილი აქვთ სამართლო ტაქსები რომლებიც შიგნით არის გამოცარებული წმინდად იმისთვის რომ სცემონ აქციის მონაწილეები. როდესაც მე იქ მივედი ერთ-ერთი ეს სამართლო ტაქსი დაკავებული იყო შესაბამისად მათ დაიწყეს ჩემ ვერ მოითმინეს და ჩემი ცემა დაიწყეს ქუჩაში. თავიდან უბრალოდ ცემით შემოიფარგლებოდნენ. შემდეგ გადავაფარეს საკუთარი საწვიმარი თავზე და ორი ხელი გამიკავეს და დავიწყეს სახეში რტყმა. მე ამ დროს გონება რამდენჯერმე დავკარგე, ვხიზდებოდი, რა რომ მიხდებოდა რომ ვხიზდებოდი კიდე ახლიდან იწყებდა ჩემ ცემას. გაურკვეველი იყო ჩემთვის ვინ მირტყავდა, რა მირტყავდა, რას, იმიტომ რომ დაფარული მქონდა სახელმწიფოებად. თუმცა ერთ-ერთი ასევე ადამიანი რომელიც ჩემთან ერთად ცემეს შემდეგ გვერდზე და იძახდა რომ ერთად გათიშულიყავ მოძრაობდნენ რობოკოპი და ყველა რა ვიცი ვიც კი გაივლი და მირტყავდა სახეში. ამის შემდეგ უკვე რო გამოვხიზდი მახსოვს შემდეგი რაც იყო რომ შეგვაგდეს აი ამ მარშრუტკაში სამართლო ტაქსში რის შემდეგაც დაკეტეს კარები ამოვიდა დაახლოებით 5 სპეცრაზმელი ჩააქრეს შუქი და განაგზეს ჩვენი ცემა. მე მინდა ხაზი გაუსვა რომ ეს სამართლო ტაქსები არ გიგონოთ რომ უბრალოდ სხვა რაღაც წმინდა და ამისთვის არის მოყვანილი. ისინი ეძებდნენ ამას ეს ხდებოდა დაახლოებით 50 სპეცრაზმელში გარკვევა რომ აბასადარი აბა მოიყვანეთ რომ ჩქარა შევიყვანოთ ცემოთ ჩააქრეს შუქები და დაიწყეს ჩვენი ცემა. არ მოძრაობ ამ დროს როდესაც ვცემდნენ არ არის ეგეთი ადვილი როდესაც ვცემდნენ ერთ-ერთ სპეციალურად წიხლი მომარტყა მე კიდე გავიჩემდო რომ თულია ჩემს თქვენს ყველაფერი რამდენი ხანი გრძელდებოდა მაგრამ როცა გავუფხიზდი რაც მახსოვს რომ ჩემი ეს თლიანი საწვიმარი დაფარული იყო საკუთარი სისხლით პატარა ანუ გუბედ იყო დაგროვებული საკუთარ საწვიმარში. ამის შემდეგ უკვე მოხდა მე აქ არც კი ვლაპარაკობ უბრალოდ იმ დამცირებაზე და იმ წამებაზე და იმ შეურაცხყოფაზე, რასაც ჩვენ ვიტყვით, იმ მუქარაზე, რომ ისინი დუბიკი გაგვაუპატიურებდნენ. ნუ 1000 საშინელებას გვეუბნებოდნენ, რის შემდეგაც უკვე გადაგვიყვანეს დასაკავებლად უკვე ბეტეხში თუ არ ვშთები თუ სწორად მახსოვს. და მე ერთადერთი სულ რაც თავი გავაჩერდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აბას არ ავუჭრეთ. აი გენდობით როგორც ადამიანებს რომ აბას არ ავუჭრეთ. მინდა რომ მივმართო, რა ვიცი, ამ ადამიანებს ხარდა
წერებს ადამიანს, რომლებიც არც ხარ დაჭერები არ ხართ, მაგრამ ძალიან ის გულგრილად უყურებთ ამ ყველაფერს. აი, თქვენთან მაინტერესებს თქვენი აზრით, როდესაც ჩააცრო ვიდეოზე აბსოლუტურად შვიდად მიუყვები ადამიანებს. მე რა ტიპის საფრთხეს წარმოვადგენდი 50 სპეცრაზმელისთვის შიგნით. თუ თქვენი აზრით ეს ყველაფერი შემთხვევითად მოხდა და რა ვიცი, კარს მივარტყი ცხვირი და ესე დამემართა ტვინის შერყევა, ესე მოვიტეხე ცხვირი, ესე გამიტყდა თავი. აი მართლა მაინტერესებს ეს ადამიანები, რას ფიქრობთ თქვენ ეს რა ხდებთ, რომ მე გეუბნებით ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი გამოვიარე, რომ ეს არის სისტემატიზირებული მცდელობა, რომ გცემო და დაგვაშინონ ამით, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ მიაღწევენ. თქვენ ახლა მოისმინეთ ინტერვიუ ლაზარე მაღლაკელიძესთან, ის არის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დაზარალებული და ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ მასთან ინტერვიუ სრულად დაუმონტაჟებლად მონტაჟის გარეშე გავიდა ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში.